პლანეტების სუსტ და ძლიერ მდებარეობაზე პირად რუკაში. მაგალითად, შეგვიძლია კონფიგურაციას რო შევხედავთ რუკის, შეგვიძლია ვნახოთ, რომ აი რაღაცა ძალიან კარგად არის პლანეტები განლაგებული, კარგ ჰარმონიულ ასპექტებში არის ერთმანეთთან, მაგრამ თითქოს არც ისე პოზიტიური ცხოვრება გქონდეს ადამიანს. არც ისეთი წარმატებულია თითქოს ადამიანის ცხოვრება, ხო? პირველ რიგში ვუყურებთ ყველა პლანეტა რომელ ზოდიაქოშია. ძლიერი მდებარეობა ამისთვის, სუსტი თუ ნეიტრალური. მაგალითად, ქალური ენერგიის პლანეტები, მამაკაცური ენერგიების ნიშნებში ხომ არ არის. ან ხო არ არის მამაკაცური ნიშნები ქალურ ენერგიის, ინური და იანური, მოდით ესე ვთქვათ, უფრო ინური არის უფრო პასიური ენერგია. ქალის ენერგეტიკას ვეძახით ხოლმე და იანური არის მამაკაცური ენერგია, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი არის ყველა პლანეტა განიხილებოდეს, რომელი უფრო ძლიერია, რომელი უფრო სუსტი არის, ან როგორ არის გადანაწილებული რუკაში პლანეტები. მაგალითად, შეიძლება მარსიანული ენერგეტიკა ქონდეს სუსტი ადამიანს, ხო? მარსი ყავდეს სუსტ მდებარეობაში. ან შეიძლება ძლიერია მარსი, მაგრამ მას სატურნი აკვადრატებს, ან უერთდება და ეს უკვე ასუსტებს პლანეტის მნიშვნელობას, ხო? სიძლიერეს, პლანეტის სიძლიერეს ასუსტებს. ან შეიძლება იყოს ვენერა კარგ ნიშანში, მაგრამ ნუ კუროში მაგალითად და აკვადრატებდეს მას ან პლუტონი, ან სატურნი, ან მარსი. ესეც უკვე რაღაცნაირად შეჩერება ხდება ენერგიის. ასევე გასათვალისწინებელია, მეგობრებო, დაღმავალი კარმული კვანძი, რადგანაც კარმული კვანძი დაღმავალი განსაკუთრებით როცა უერთდება პლანეტას, როგორც სატურნი ისე მუშაობს ამ შემთხვევაში უკვე ეს კომბინაცია. ანუ ამუხრუჭებს პლანეტის გამოვლენას. განსაკუთრებით დაღმავალი კვანძის ვენერასთან შეერთება შეიძლება გამოვლინდეს როგორც სატურნული ენერგია მსგავსი უკვე ვენერასთან. პირად ცხოვრებაში შეიძლება შეფერხებები ქონდეს ადამიანს, ფინანსებთან უჭირდეს გამომუშავება, სტაბილურობის, ფინანსური სტაბილურობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მთლიანად ვუყურებთ ყველა მდებარეობას. ასევე ვიღებთ რუკაში, რომელი არის უფრო ძლიერი, რომელი პლანეტა არის უფრო დომინანტი. შესაბამისად, მისი ასპექტები იქნება უფრო მნიშვნელოვანი.